ცხადია დისკუსია ესეთ რთულ საკითხზე არ წავა, არსებობს კონკრეტული თემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ და ცხადია ეს თემა ბოლო კვირის მოვლენებიდან გამომდინარე არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი. უნდა გაგრძელდეს თუ არა გამოძიება ამ ომთან დაკავშირებით. რა გვაქვს გასარკვევი, რა უნდა გაირკვეს და რა შესაძლოა არ უნდა გაირკვეს, რა უნდა გახდეს საჯარო, რა არა. დავით თევზაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქნება მატრიცის სტუმარი. საუბრობთ ბატონ დავით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პირდაპირ კითხავ, თქვენ მომხრე ხართ, რომ იმუშაოს, თქვათ, პროკურატურამ თუ სპეციალურმა კომისიამ, ჯგუფმა რა ფორმას არ უნდა მიიღოს, თქვათ, ამან მომავალში, რომელიც შეისწავლის, თქვათ, აგვისტოს ომს და რა უნდა შეისწავლოს, ზოგადად რაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და თქვენ მაყურებელსაც. მეც პირდაპირ გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ. არის რამდენიმე მომენტი, რომელიც დავიწყოთ თქვენი შესავლით. ტიბოტურად ასე. ასეთი კითხვა დავსვათ, ჩვენ ვიცით სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ არა, მე ესეთი შეგრძნება მაქვს. მე შეგრძნება მაქვს, რომ უმეტესობა ფიქრობს, რომ არა. ახლა ვინმე არის ისეთი ინსტანცია, რომელიც აგვიგრძალავს, რომ სიმართლე ვიცოდეთ. ხო? შეიძლება თვითონ გამოძიებას ახლა მე არ მინდა სხვის კომპეტენციაში გადავიჭრა. გულისხმობ ამ საქმის სპეციალისტებს. გახლავთ იურისტები, როგორცაც ჩანს მაინც. თუმცა გამოსაძიებელი ალბათ რამდენიმე პლანის საკითხია. პლანში მე სხვადასხვა დონეს გულისხმობ და მიმართულებებს თუნდაც ესე. დიახ, საერთოდ სამხედრო დანაშაული არის ძალიან სპეციფიკური რამე და გარკვეული განსაზღვრებები აქვს. მეტიც ახლა უფრო უკეთესად არის დამუშავებული ზოგადად ის თემები, რომელებიც სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებებს ეხება, როდესაც ისინი ომის სახით გვარდებიან. და მანდაც რაოდენ მასიურიც არ უნდა იყოს, თქვა რაღაც ტიპის დანაშაული. ასეთი ტერმინიც არსებობს, ექსცესები, როდესაც სახელმწიფოს კი არ ბრალდება რაღაცას, არამედ შემსრულებელს, რომელმაც ესე იგი გადააჭარბა გარკვეულწილად. უფლებამოსილებას კი არის ფსიქიკური მდგომარეობით, თქვა, ბევრი მომენტია, რომელიც ომში ადამიანს ესე იგი ეცვლება დამოკიდებულებები თავის. ხო, ბევრ რამესთან ეცვლება, მათ შორის ზღვის სიცოცხლესთან მიმართებაში განსაკუთრებით რატომღაც, ხო? გარდა თუმცა არსებობს მეორე პლანი ომის, ეს გახლავთ, რასაც ჩვენ შიდა ომებს და სამოქალაქო ომებს ვეძახით, აქ ესე იგი ნაკლებ კატეგორიულია ხოლმე თვითონ საერთაშორისო სამართალი. ვინაიდან ეს ომები რაღაცნაირად ამოარდა ერთი პერიოდი ყურადღებაზე. მაგრამ მე მგონი თუ არ მეშლება, რა თქმა უნდა, თუ მეშლება, ბოდის მოვიხდი. მაყურებელთან 70-იან წლებში, მე მგონი 75-ში ეგრეთ წოდებული მეორე პროტოკოლი არეგულირებს ამ საკითხებსაც გარკვეულწილად. ახლა ომის დანაშაულში რაც იგულისხმება, ეს არის ჩამონათვალი. და რა თქმა უნდა გაირკვეს, ესე იგი, რა სახის ომის დანაშაულები იყო, ეს ყველაზე მარტივი დონე ვთქვათ, არა გამოძიებისთვის დაფიქსირებული და ვინ არის კონკრეტულად ამაში დანაშაული, ვინ შეიძლება გამოიკვეთოს. ეს ერთი პლანი გამოძიების. მეორე პლანი ეხება თვითონ სამხედროების მოქმედებას, იმ აზრით თუ კი დავსვამთ საკითხს, რამ გამოიწვია მარცხი. ზოგადად იმან, რომ რუსეთი თავის შესაძლებლობებით აგვემატებოდა ჩვენ. შეუძლებელი გამარჯვების პირობებში ვიბრძოდი, თქვათ ესე თქვა. თუ იყო კიდე სხვა რამე, რამაც მაგალითად კონკრეტულად ვიცით ჩვენ, რომ რაღაც ძალიან მალე ერთი კვირაც არ დაჭირდა ამას ყველაფერს 5 დღიან ომს ეძახიან ზოგადად. მიუხედავად ამისა, თავის პერიოდები აქვს მას საწყისი მოსამზადებელი. კულმინაცია მგონი მესამე დღეს იყო და მე მოხდა არმიის რღვევა, რამ გამოიწვია ეს რღვევა.
ანუ დაისვას პასუხისგებლობა იმ პირებისა, რომლებიც მართავდნენ ომს უშუალოდ ველზე, ხო? ანუ თუ ესე გავყოფთ პირველი საკითხი არის უფრო საერთაშორისო ინტერესის სფერო, მოდი ესე ვთქვა და მეორე საკითხი არის ვთქვა უფრო შიდა მოხმარების. ამით არ მოიწურება საკითხების ეს ზოგადად ეს ქუდები რო დავახუროთ საკითხების გარკვეულ ბლოკებს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ეს არის უკვე პოლიტიკური დონე, რა თქმა უნდა, ამ საკითხის და აქ უნდა გაირკვეს რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დაფიქსირებულია, რომ სადღაც 11:09-ისთვის 23 საათი და რაღაც 12-ს გაიცა ბრძანება ცეცხლი. რა ბრძანება იყო ეკა? ჩვენ ამ ბრძანების ტექსტი არ ვიცი, წერილობითი ბრძანება იყო, ზეპირი ბრძანება იყო. როგორ მოხდა მყისიერი აღსრულება? ვიცით ვინ გასცა, აუცილებელია რომ ამ შემთხვევაში თქვა თავარსარდალმა გასცეს ეს ბრძანება. თავარსარდლის გარეშე ესეთი ბრძანება თუ ვინმე გაცა მაშინ ის არის მაპროვოცირებელი მოვლენებისა, რომელიც შემდგომ რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა. ახლა ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ამ თემის გარშემო, გარკვეულწილად პოლიტიკური კამათის და დაპირისპირების სფეროთ რო არის გადაქცეული, გარკვეულწილად კონცენტრირდება იმ საკითხზე, ვინ დაიწყო ომი. ახლა საკითხი ასე არ დგას, ვინ დაიწყო ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულად პიროვნებამ დაიწყო სახელმწიფომ. ომი როგორც სახელმწიფოებს შორის მიმართება, რა თქმა უნდა, დაიწყო რუსეთმა, მას შემდეგ როგორც კი გადმოკვეთა საზღვარი და ჩაერია. 20 წლის წინ დაიწყო პრინციპში შეიძლება. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, ხო? ახლა ამას თუ რუსეთი აკეთებდა იმ გარკვეულ რიცხვამდე უფრო ადრე, ჩვენ ამის შესახებ უნდა გვცოდნოდა და გარკვეული პროცედურებია სახელმწიფოში, რომელიც ცალსახად მაშინ მივდივართ მმართველობის პრობლემამდე. კარგად გაუსვა ხაზი, რომ კონსტიტუციაში გაწერილია რა პროცედურები უნდა ჩატარდეს სახელმწიფო მმართველი ჯგუფის თუ ელიტის მიერ, რომ ეს ყველაფერი მოექცეს, ესე იგი სტანდარტებში ჩარჩოში. მე არ მახსოვს, რომ ჩვენ ომი გამოუცხადეთ რუსეთს. ასეთი განცხადება არ ყოფილა. მე არც ის განცხადება არ მახსოვს, რომ საომარ მდგომარეობაში ვართ რუსეთთან. მობილიზაცია გამოცხადებული ან რაღაცა ხო, ყოველ შემთხვევაში ეს იმ დღეებში, როდესაც ეს ყველაზე უპრიანი იყო გამოსაცხადებლად, არ ჩანდა არც. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა და დონეებიც, ესე იგი, პასუხისგებლობების, რა თქმა უნდა, განსხვავებული. და თუნდაც ჩვენ ყავდა საპარლამენტო კომისია, რომელსაც პირდაპირ ესე ერქვა, ხო, პრაქტიკულად აგვისტოს ომის. მე ვაკვირდებოდი ამ კომისიის მუშაობას და მე არ ვიცი, შეიძლება გამოცდილება არ იყო ბატონ დავითა, ეს კი არის იურისტი, მაგრამ შეიძლება ავტორიტეტი არ იყო, შეიძლება ბევრი ნაკლი ქონდა იმ კომისიას, თუნდაც ის საჯარო მოსმენები, ახლა თითქოს შტაბ-ეჭდილების შესაქმნელად იყო, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს არ იძლეოდა იმისთვის, რის გამოც ეს საკითხი მეორედ რომ არ წამოჭრილიყო, ხო? ასე რომ რა თქმა უნდა, ახლა ძალიან საინტერესოა ყველა ამ პლანში, რომელიც მე დავასახელე, გარკვეული პასუხები გქონდეს, რომლებიც რაც მთავარია და ყველაზე მთავარი, ვიდრე სხვა დაიჯერებდეს, ჩვენ დავიჯეროთ. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, მართლა ძალიან პოლიტიზებულია ეს თემა. აქ ჩვენ საუბარი პოლიტიზებული მართველი ჯგუფი, რომელიც მოყვა ამ შარში, ასე ვთქვათ, არა, როგორც აჩანს, შინაგანად გრძნობს რაღაც პასუხისგებლობას. ბოლომდე არ არის გარკვეული საიდან შეიძლება მივიდეს ეს პასუხისგებლობა და ამიტომ გარკვეულწილად გარეგანი მაყურებლისთვის ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ წინასწარ თავს იზღვევენ გარკვეული რაღაცებისგან. მე ისე ვთქვენ, პირველ კითხვას დაუბრუნდები, სიმართლე არა მარტო შეიძლება რომ ვიცოდეთ, არამედ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ ჩვენ შეგვიძლია ის გავიგოთ. გავა გარკვეული პერიოდი სიმართლე მაინც გაიხსნა, რა იყო, როგორ იყო.
ამას ჩაუჯდებიან კირკიტა ისტორიკოსები და ის რაზედაც ჩვენ დღეს არ გავცემთ პასუხს იმის გამო რომ მოგვერი და რაღაც ნაბიჯის ან რაღაცის დამალო ცადეთ მე ეს ლაკად ჩვენ თაობას და ყველა ჩვენგანს დარჩება და მეტი იმიჯი წაიშლება სახელმწიფოს ისტორიული თვალსაზრისით ვიდრე ახლა ჩვენ რაღაც როდესაც საუბრობენ გამოძიების აუცილებლობაზე არის ერთი ძალიან საინტერესო ფორმულირება უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში უკვე მართველი კოალიციის წევრები აცხადებენ რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს თუნდაც იმისთვის რომ ასეთი რამ მომავალში არ დაგვემართოს ანუ რა დაგვემართა აქ ეს არის ასეთი რამ ამის კვალიფიკაციაც არა როგორ შეიძლება ვიცოდეთ რომ არ გვინდა კონკრეტულად როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ გეტყოდით რა დაგვემართა ნუ ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად ჩანს არაკომპეტენტურობა უმაღლესი სარდლობის მე წმინდა სამხედროობაში ასევე არაკომპეტენტურობა სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა ეს უკვე ეხება უშიშროების საბჭოს და ეხება იმ აპარატს რომელიც უზრუნველყოფდა უმაღლესი მთავარსარდლის თქვათ გარკვეულწილად ინფორმირება ზედმეტი ლაპარაკი იმაზე რომ რა თქმა უნდა დაზვერვის ორგანოების მუშაობა და მათი კომპეტენტურობა ძალიან დიდი კითხვის ადამიანებს ვისაც არ აქვს თქვათ ესეთი საბრძოლო გამოცდილება ხო ომი ჩვენ ვიცით ფილმებიდან ну ეს ფილმები ერთადად ვიცით მიუხედავად იმისა რომ ბოლო 20 წელია გაუტარებელ ომში კი ბატონო როგორ ასახავს ფილმები რეალობას თავისთავად ახლა ფილმებში რაღაცები დავარცნილია მაგრამ ну ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ქონდა საშუალება ფილმებში გვენახავთ თქო თირთადად აქ მეორე მსოფლიო ომზეა საუბარი და ტიტანებზე როგორ მსჯელობენ ხო ეხა იქ რაკასოვსკი ჟუკოვი და ასე შემდეგ და თითქოს იგრძნობა რაღაცა ორგანიზაციული სტრუქტურა ამ ყველაფერში ხო ქვევიდან ზევით მიდის რაღაცა ინფორმაცია ეს ინფორმაცია სადღაც მუშავდება მე ქვევით მოდის ბრძანებები ამ ხუთდღიანი ომის განმავლობაში დრო შეიცვალა თავისთავად ხადია ტელევიზია ძალიან აქტიურად მუშაობდა და რჩებოდა ესეთი სუმბურულობის განწყობა რომ მარჯვენა ხელმა არის ის ასაკეთებს მარცხენა ესე ბილად რო ვთქვათ პროფესიონალის თვალით როგორ ჩანდა თუ ჩვენ კინოებში ყველაფერი და გასაგებია რომ ბევრად უფრო წყნარად არის ომში სიწყნარი ალბათ არის თვალით ჩანდა მე არ ვიცი სმანაერად როგორ თქვა შეიძლება დომხალი ეს ეხებოდა რეზერვისტების გაწევას გამოცხადებას ამ გაწევის მათ გადაადგილებას საბრძოლო სივრცესთან სიახლოვეს მე საქართველოს მაინც პატარა ქვეყანაა და უამრავი ადამიანი ვიცნობთ ერთმანეთს და მეცაც გეტყვით შვილიც იქ იყო და სიძეც გარკვეული ფუნქციები ჰქონდათ მათაც ის რომ არაორგანიზებულად ჩადიოდა ხალხი თავისი იარაღით და ოღონდ ებრძოლათ და არ იცოდნენ მიემართათ ანუ ის სიტუაცია არ იყო აუცილებელი რომ იყოფილიყავი საგმარისია ტელევიზორისთვის გეყურებინა და მთელი ეს სურათი რა შეიძლება ყოფილიყო შტაბში რა ბრძანება შეიძლება სულიყო რა ინფორმაციებით იკვებებოდა მეტიც ერთი პერიოდი თითქმის რომ გამარჯვებას ვზეიმობდით ხო ინტერნეტში უკვე განსაკუთრებით მიუხედავად იმისა რომ გათიშული იყო რუსული საიტები მაინც შეიძლებოდა გადასვლა გადმოსვლა და იქიდან უკვე საპირისპირო სურათი უკვე იკვეთებოდა ჩანდა და ვინც ყურადღებით ყურებდა ამ ამბებს მისთვის ცხადი იყო რომ დაახლოებით მესამე დილას განსაკუთრებით გამოიკვეთა რომ თავდაცვაზე მეტი უნდა გვეზრუნა და ეგ სწრაფად იყო გასაკეთებელი თორე იგრძნობოდა რომ არმია ჩამოიშლებოდა ესე რომ საკითხები როგორ არ არის აქ ერთი ესეთი საკითხია, როდესაც ჩვენ საუბრობთ, თქვა, სამხედრო დანაშაულზე კაცობრიობის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ეს თავისთავად ერთი თემაა, ამას ყავს თავისი ტრიბუნალი, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს, როდესაც გადავდივართ აი მეორე პლანზე, რაც ეხება უშუალოდ არმიის მმართველობას, ზოგადად ორგანიზებას და ასე შემდეგ. თუ კი ამ შემთხვევაში, თქვა, გამოძიებით დადგინდა რაღაცა პრობლემები, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს, რა ტიპის დასჯა არსებობს, ნუ უნიჭო გენერალია საბოლოო ჯამში. უნიჭო გენერალზე არ არის საქმე ახლა
გენერლები ზუსტად რამდენადაც მახსოვს იქ. არა, პირობითად ხო, ხომ შემთხვევაში. იცით რა, უნიჭობასაც აქ თავის საზღვრები, როდესაც უნიჭობა არაკომპეტენტურობაში გადადის, იქ ერთი საზომია დანაშაულის და სხვა შემთხვევაში სხვა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ნაადრევი იყო სამხედრო პროკურატურის გაუქმება როგორც ორგანოსი, ისევე როგორც სამხედრო სასამართლოების. ყავდა ჩვენ ძალიან კარგი კორპუსი სამხედრო იურისტებისა, რომლებსაც უფრო კომპეტენტურად შეუძლიათ ამ თემაზე ლაპარაკი. ეს ადამიანები დღესაც ცოცხალია, თუ მოიძიებს ვინმე და თუ დაიწყებენ ამ უწყების აღდგენას, ეგ წაადგება არა მარტო ამ გამოძიებას, არამედ წაადგება სამხედრო მშენებლობასაც ზოგადად. ისევე როგორც სამხედრო მედიცინა, სამხედრო დანაშაული ძალიან სპეციფიკურია. და ის რომ კარგი ქირურგი ხარ არ ნიშნავს, რომ კარგი სამხედრო ექიმი ხარ. ასეთნაირადვე არანაირი კარგი იურისტი, ვერანაირი კარგი იურისტი ვერ ჩაენაცვლება სამხედრო იურისტს. ამიტომ თუ გადავხედავთ ჯერტი, მე მგონი ჩვენ ერთადერთი არმია ვართ, რომელსაც ეს კომპონენტი აკლია. მით უმეტეს თუ გააღვადგინეთ ჩვენ სამხედრო პოლიცია როგორც ორგანო, რომელიც რაღაცებს იკვლევს, მის გვერდში უნდა იყოს სამხედრო პროკურორიც, სამხედრო ადვოკატიც და ბუნებრივია სამხედრო სასამართლოც. მაგიტას უფრო კომპეტენტური. მე გეტყვით ახლა აფხაზეთის მოვლენები რომ ჩამთავრდა და ვიცით 93-ში ხო? გამოძიება დაიწყო პრაქტიკულად მყისიერად. მაშინ შუშანაშვილი გახდათ თავარი სამხედრო პროკურორი და მას პრაქტიკულად რომ არ გარდაცვლილიყო კარგი იყო, იმიტომ რომ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას პრაქტიკულად გამოძიებული ქონდა ბევრი რამე. ყოველ შემთხვევაში ყველა მასალა და პირველი პირებიდანაც და მათ შორის ყველა დონის მეთაურიდან და მე თვითონაც მიმიცია მაგისტრის ჩვენება და ახლობით ორი. ჩვენ არ ვინახავს მისი ის გამოძიების არ ვინახავს და არ ვიცით ახლა ეს ჩანაწერები სად არის არქივშია, როგორ არის ვინმე მუშაობს ამაზე თუ არა. მე გეტყვით გალის მოვლენების მერე მყისიერად დაიწყო გამოძიება სამხედრო პროკურატურამ და მეტიც თვითონ სამხედრო ორგანოებმა ჩაატარეს მოკვლევა. ანუ როცა დამთავრდება საბრძოლო მოქმედება, ზოგადად წესი ასეა, ყველა დონეზე იწერება ანგარიშები. 100 მეთაურის ანგარიში ბატალიონის მეთაურთან გადის, ბატალიონის მეთაურის ანგარიში ბრიგადის მეთაურთან მისი ანგარიში უფრო ჩვეულებრივი პრაქტიკა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ანუ როდესაც ყველა ისვენებს მეთაური მაშინ წერს. ეს და მე არ მგონია რომ ახლა აგვისტოს ომის დროს, თქვა 2008 წელში ეს პრაქტიკა ზოგადად ყოფილიყო, ან რომელიმე ერთის იმაში ყოფილიყო. ჩვენ რაც ვიცით ამ ომის ჩანაწერებიდან, ვიცით იქ შემთხვევით მოხვედრილი ხალხის ჩანაწერები, ეს ჟურნალისტები, რომელიც გაიწვიეს და ეს რეზერვისტები, როცა აღწერენ სადღაც ბაღებში რომ ბორიალობენ და პატრონი რო არ აყავთ, ხო? ყველაფერი ეს გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა. ბატონო, კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს, უბრალოდ ცოტა ხნით უნდა შევისვამოთ რეკლამის დრო ჩვენს ეთერში. დავით ევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამატრისის სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. დავით ევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამატრისის სტუმარი, საუბრობთ აგვისტოს ომზე, გამოძიებაზე, უფრო ზუსტად ბატონო დავით, დღეს გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ძალიან რთულია ბოლო დროს იმ ინფორმაციას ენდო, რაც ვრცელდება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ ზუსტად ვეღარ გებულობ ნამდვილად იმ ადამიანმა გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, თუ ეს არის თქვა ვიღაცა ხუმრობს, ასე ვთქვათ, ხეშად თუ უშნო. თუმცა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი ამერიკელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს იყო არა ომი, არამედ იყო რაღაცა გართობა. დაახლოებით ესეთია ციტატა. უშინ პრეზიდენტის მოსმენის საშუალებას ჰქონდათ ალბათ თქვენს და მეც და თქვა მას ჰქონდა თავისი არგუმენტები. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ. დრო არ რჩება მაგის. ძალიან კარგი. ტელევიზიაშიც იმდენად ვაკვირდები მოვლენებს, რამდენადაც ზოგჯერ მიწევს აქ მოსვლა.
არ წამიკითხავს, ალბათ წავიკითხავ, საინტერესოა, თუმცა შევეჭდილება რჩება, რომ ეს ნათქვამი თუ ასე ითქვა ზუსტად, ხო? მარტო პრეზიდენტს არ ეხება. ეს ეხება უფრო დიდ ჯგუფს ადამიანებისა, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება აქეზებდა კიდეც პრეზიდენტს. ფიქრობთ, რომ უბრალოდ არც ქონდა, თქვათ, როგორ ვთქვა, გათავისებული, რას ნიშნავს საბრძოლო მოქმედებები. ისე ჩაერთვნენ. არანაირად ეს არ ეტყობოდათ არც მათ, რაც ყველაზე ცუდია სამხედროებს არ ეტყობოდათ ეგ. თუმცა მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული გამოცდილება ჰქონდა. ეს არის საწყენი. ჩვენ ავსაუბრობთ ახლა ამ სამხედროებს რო ქონოდათ ეს გაცნობიერებული, მაშინ არც ერთ შემთხვევაში ისინი ამ დაპირისპირებას არ დაუშვებდნენ თვითონ. იქნება თავის თანამდებობის ხარჯზე. ფიქრობთ, რომ რეალური იყო ამის თავიდან აცილება? მე წარმოვიდგენია საბრძოლო მოქმედებები, ვთქვათ, ესე თეორიული ნაშრომებიდან ეს ვთქვათ, რომ არის რაღაცა წერტილი, რომლის იქით უკვე აღარაფრის გაჩერება უბრალოდ აღარ შეიძლება, იმიტომ რომ დაკოქილია ეს ამხელა დიდი მანქანა, მობილიზაცია, ვთქვათ, პირობითად გამოცხადებული უკვე ჯარები მოდის რაღაც დისლოკაციისათვის და ეს ყველაფერი რო ამუშავდება, ამის მერე გაჩერება ძალიან რთულია. ის რომ რუსეთი რაღაც ფორმით ეცდებოდა პლაცდარმის შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე, მე რამდენჯერმე მაგ ეს ნათქვამი 2008 წლამდე ბევრად ადრე ჩანდა. და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ მოახერხეთ და ყველა ბაზა გავაყვანიეთ აქედან ამ რისკმა საკმაოდ მაღლა აიწია. ახლა ეს არის დაახლოებით 2004 თუ 5 წელი მე ზუსტად არ მახსოვს, ხო? მაგრამ იქიდან 8 წლამდე ძალიან დიდი დროა. ანუ შეიძლებოდა ისეთი მექანიზმების ჩართვა, ლაპარაკია დიპლომატიურზე პირველ რიგში და ნებავთ იმას სამხედრო ზაობის თვალსაზრისითაც, რომ თქვათ აი ესეთი მოვლენები აი ამ ხარისხით არ დაშვებულიყო, მაგრამ 2006 წელს დაახლოებით გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ თვითონ ხელისუფლება ეთამაშებოდა ამ ცეცხლს. მე მხედველობაში მაქვს კოდორის მოვლენები, მონადირის განიარაღება გაუქმება და მათი ჩანაცვლება რეგულარული ნაწილებით. ეს იყო ღია დარღვევა იმ შეთანხმებისა, რომელშიც საქართველოს მონაწილე იყო და კოდორში შეიარაღებულ ადამიანებს საერთაშორისო საზოგადოება იტანდა. ხოლო იმიტომ რომ ისინი იყვნენ ადგილობრივი განსხვავებული. დიახ და ასეთი ლოგიკა იყო თუ აფხაზურ მხარეს აქვს საშუალება რომ ყავდეს თავისი შეიარაღებული ადამიანები, რომელიც ქართული რეგულარული ნაწილების არ არის, რაც თითქოს სურდი უნდა იყოს, ხო? ვინაიდან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი, აი ამ ლოგიკით კოდორში იყო დაშვებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ქონოდა საშუალება საკუთარი თავის დაცვის და თბილისი ამაში ღიად ვერ ერეოდა. ერთადერთი რითაც ჩვენ ვეხმარებოდით, ეს იყო წვრთნები, რომელსაც უტარებდით, მონიტორებს ვაგზავნებდით. ფიქრობთ, რომ თქვა ეს რო არ შეცვლილიყო, თქვა კოდორის აღება არ მოხდებოდა? საბაბი არ იქნებოდა. ცდრა ყველაფერი ასე შეიძლება მომხდარიყო. თუმცა ასე ადვილად არ მოხდებოდა მაგალითად. და მეტიც ინფრასტრუქტურა დასავლეთში განლაგებული ნაწილების იმდაგვარად იყო გააზრებული, რომ დაახლოებით 20 საათამდე შეიძლებოდა მაშველი ძალების გადაგდება იქა. ყოველ შემთხვევაში მესტიაში დისლოცირებული ასევე ადგილობრივების ნაწილის დანიშნულება ეგ იყო, რომ დახმარების გარდა იმის გზის უზრუნველყოფა. ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ახლა ომის დროს ისეთ დეტალებს აქვს მნიშვნელობა, როცა საომარ მოქმედებებს იწყებ, რომელიც აი თუ კი ესე პირდაპირ პოლიტიკიდან მოხდიხარო ომის საწარმოებლად, არა შეიძლება მართლა გამოგრჩეს. გზასაც მნიშვნელობა აქვს, მის გამავლობასაც მნიშვნელობა აქვს, რა ტრანსპორტის გატარება შეუძლია მას, რამდენი ხანი ჭირდება, თქვათ, გარკვეული ნაწილის, ეს ყველაფერი დათვლადია. ამიტომ არის რომ დილეტანტებს ომი ვერ იტანს.
ეს გადაიქცა ძალიან სერიოზულ გამოყენებით მეცნიერებად. და ბუნებრივია წარმატებები იმათ აქვთ, რომლებიც ამ მეცნიერებას კარგად ფლობენ და ტრადიცია აქვთ ამ მეცნიერების განვითარების. თქვენ თვითონ მიყვანეთ უფრო თქვათ ზოგად თემამდე ესე ვთქვათ, ჩვენ უყურებთ ხო ამ ჯარის მშენებლობას, წლებია ამაზე მიდის საუბარი, წლებია თქვათ ჩვენ უყურებთ. მე ვიტყოდი რომ ბოლო წლები მიდის ჯარის მშენებლობა, იმიტომ რომ მშენებლობა გარკვეულ წინსვლას გულისხმობს გარკვეული პროცესისას და დაახლოებით ბოლო წლებში ყველაზე ცუდი რაც იყო ეს ის საკადრო ცვლილებები, რომელიც სხვა დონეზე კი არა, მე ვამბობ უმაღლეს დონეზე. კი, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, პრაქტიკულად ერთადერთი პატიმარი, რომელიც დღეს არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ზუსტად ჯარის შეურაცხყოფაზე თავდაცვის მინისტრია. მე რამდენი თავდაცვის მინისტრია? შეგიძლია დათვალოთ 2004-დან 2012-მდე. მეოთხე. მე დაგითვლით. ბეჟუაშვილი, პარამიძე, ოქრუაშვილი, მგონის სიხარული იყო. ხო, იქ რაღაც პატარ მცირე დროთი იყო. რა მნიშვნელობა აქვს მინისტრი ხო იყო? ეს უკვე 4 ხო? მერე მას ანაცვლებს ახალაია და მერე ანაცვლებს შაშკინი. ანუ 9 წელიწადში 6 მინისტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარ განგრძობიტობაზე ლაპარაკი უკვე არ არის. მით უმეტეს ყველა მინისტრმა დაიწყო იმით, რომ მასიურად ცილებდა პროფესიონალ კადრებს. ეს პირველ 2-3 წელიწადში ძალიან ღიად იყო ასე. და ეს ვიცით რა, როდესაც ასეთი სამინისტროებში ხდება პოლიტიკური ცვლილება, როდესაც ახალი პოლიტიკური გუნდი მოდის და ნიშნავს მინისტრს. არც ერთ შემთხვევაში ყველა მოადგილე იქ არ თავისუფლდება. ცხადია, რომ გენერალური შტაბის უფროს როგორც წესი საერთოდ არ ეხება ხოლმე, ხო გენერალური იმას თავისი ვადები აქვს. ჩვეულებრივ უფრო მოკლე ვადები აქვს ვიდრე მინისტრს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ვადაში ვერ ეხება, ხო? და ასევე შეგიძლიათ გენერალური შტაბის უფროსებიც დათვალოთ, ხო? ანუ ეს არის ერთ-ერთი ის გარემოება, რომელიც ამ პროცესს აჩერებს. ახლა ის რომ ჯარისკაცები კარგად მოქმედებენ რაღაც დონეზე, თქვათ, საზღვარგარეთის მისიებში, არანაირად არ მეტყველებს სამხედრო მშენებლობის აღმასვლაზე სახელმწიფოში. იმიტომ რომ ამ პროცესში იყო განგრძობიტობა ზუსტად, ეს დაიწყო 2002 წელს დაიწყო ეს პროცესი. ხო? და განგრძობიტობა იყო, იმიტომ რომ მაგრამ ზუსტად ეს ის დონე იყო, რომლის იქით ჩვენ უკვე კარგად ვერ ვმუშაობდით. მე 2004-ში რომ დაიწყო პირველი დაპირისპირება სამხრეთ ოსეთზე ეძახიან იმ რეგიონში, ხო? მაშინაც რაღაც 2 კვირა გაგრძელდა, ღიად არავინ არ ჩარეულა გარედან, მაგრამ საკმაოდ მსხვერპლიანი იყო ის ოპერაცია. ანუ უკვე ჩანდა, რომ ჩვენ პრობლემა გქონდა ზოგადად ჯარების მართვაში. მე მაშინ გამოვაქვეყნე წერილი სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით 24 საათში გამოქვეყნდა, მაგრამ ისე ჩაიარა სამწუხაროდ. ფიქრობთ, რომ თუ კი ეს გამოძიება, რაზეც ჩვენ საუბრობთ. მაშინ მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ის რაცშიც ამერიკელები გვამზადებდნენ, იყო ასეულის დონე. ამ ასეულს ჭირდებოდა შეკრა ბატალიონამდე. ახლა თუ ბატალიონი ჩადის სადმე და კარგად მუშაობს, ეს გეზრგოლი შეკრულა. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრიგადა შეკრულია და მისზევით ყველა მართვა შეკრულია. ამიტომ ეს არის ისეთი თემა, რომელიც სამწუხაროა, რომ ამდენი რესურსი დაიხარჯა პრაქტიკულად არანაირად. ფიქრობთ, რომ თუ კი გამოძიება ჩატარდება, გამოძიება იქნება ობიექტური, იქნება არაპოლიტიზებული, არამედ ესეთი ტექნიკური გამოძიება. ორი პლანი არსებითი, ერთი პოლიტიკური პლანი და ის პოლიტიზირებული იქნება და სხვათა შორის პრეზიდენტი მაგაში მართალია, მას ურჩევნია და ბუნებრივიც არის ეს, რომ პარლამენტთან ხო მაგრამ არის მეორე პლანი, რომელიც აბსოლუტურად ამას არ ეხება. და ეს ცალკე სივრცეა და აქ კარგი იქნება თუ მოინახება ის რესურსი, რომ სამხედრო იურისტები ჩაერთვეს ამ საქმეში. სამხედრო საქმიანობის შეფასება გაკეთდეს. პლანი, რომელიც ეხება მოსახლეობას, მის დაცულობას და მის დამი განხორციელებულ გარკვეულწილად ძალადობებს
არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან, ეს რა თქმა უნდა ირკვევანი მათმა უფრო ახლოს შეხებაში იგივე საერთაშორისო სამართალთან და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. დაველოდოთ იმედია იქნება გამოძიება. დღეს უკვე ითქვა რომ საპარლამენტო კომისია ამისთვის არ შეიქმნება, ყოველ შემთხვევაში ესეთია მოსაზრება, რომ პროკურატურა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს იმ გამოძიებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად არაფერი ახლა ისეთი განსაკუთრებული ამასთან დაკავშირებით არ ხდება. დაველოდოთ და ვნახავთ. ძალიან დიდი მადლობა დავით თერზოძე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალთა კლუბის წარმომადგენელი იყო მატრიცის ნომარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი რეკლამის შემდეგ. ვერჯერ გითხავს და შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოში პოლიტიკური პროცესი შეიძლება ესე ითქვას პრაქტიკულად ჩაყლაპა. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდე მეტნაკლებად წარმატებული, მეტნაკლებად ცნობილი, მეტნაკლებად თუნდაც პარლამენტში წარმოდგენილები იყვნენ, თამიშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ესეთი პარტია ქრისტიან დემოკრატები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი რეიტინგიც ჰქონდათ, პარლამენტშიც იყვნენ წარმოდგენილი, საკრებულოებშიც, თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქრისტიან დემოკრატების აქტიურობა შესუსტა. ბოლო კვირის განმავლობაში ისინი კლავ გამოვიდნენ, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ ასპარეზზე, მართავენ გარკვეულ პრესკონფერენციებს, მართავენ შეხვედრას პრესასთან, არა მარტო პრესასთან, საზოგადოებასთან და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ესეთი გამოცოცხლების პროცესი. გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან დემოკრატებისგან იქნება მატრიცის ნომარი. საღამოშტობისა გიორგი, მადლობა მოსვლისთვის, იმედია არ გეწყინათ ჩემი ესეთი შესაძლებელი. მართლაც ესე იყო, ხო, თვეები მიდის, ობიექტური რეალობა არის. არ ჩანდა. ეხლა რაღაც თითქოს გამოცოცხლით, რაღაც ცდილობთ პარტიის რეინკარნაციას. ხო, დავარქვევდი უფრო გააქტიურების თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ახალ ეტაპს. ბუნებრივიც არის ახლა ის რომ თქვათ 1 ოქტომბრის შედეგების შემდეგ გარკვეულწილად ჩვენ ქვეყანაში რეალურად ფიქსირდება პოლიტიკური ასე ვთქვათ პოლარიზების მაქსიმალური ხარისხი. უბრალოდ ჩაგიკითხებით, რითი ხსნით 1 ოქტომბრის შედეგებს, რომელიც თქვენი პარტიისთვის დადგა და არა ზოგადად. რეალურად არა მარტო ჩვენი პარტიისთვის. ამ შემთხვევაში რეალურად რო ვთქვათ ეს საპარლამენტო არჩევნები, მოდით ესე ვთქვათ, არ იყო ტრადიციული ფორმის არჩევნები. ჩვენთან არასდროს არ არის ეს ტრადიციული ფორმის ასე. არა, ბევრი ყოფილა შედარებით, მაგრამ ეს არჩევნები გაცილებით უფრო გარკვეული რეფერენდუმის ხასიათს ატარებდა თავისი განწყობის თვალსაზრისით. საზოგადოებრივი განწყობის და საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, შეფასების კუთხით, ეს არ იყო ტიპიური არჩევნები, რაც გულისხმობ იმას, რომ არჩევნების დროს, ჩვეულებრივი ტიპური არჩევნების დროს ადამიანები და საზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს და ფიქრობს იმაზე და აკვირდება იმას, თუ რა კონკრეტულ შეთავაზებას თავაზობს ესა თუ ის. ანუ ეს იყო მიმართული არა პოზიტივზე, არამედ ნეგატივზე. ეს იყო საერთოდ ჩვეულებრივი არჩევნები ტარდება ხოლმე, როდესაც ადამიანები არჩევანს აკეთებენ იმის მიხედვით, რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ლიდერთა ჯგუფი ამ შემთხვევაში სთავაზობს კონკრეტულ ინიციატივებს, მისაღებ ინიციატივებს საზოგადოებისათვის, იქნება ეს კონკრეტული დარგების მიმართ, თემების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, თქვათ, სოფლის მეურნეობის კუთხით, სოციალური დაცვის კუთხით და ასე შემდეგ და გარკვეული არჩევანი აკეთება. მართალია, საქართველოში ჯერჯერობით შორს ვართ იმ ასე ვთქვათ, დემოკრატიის სტანდარტებამდე, სადაც ადამიანები გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, მაგალითად, პროგრამულ ნაწილს, ვიდრე ვთქვათ, უფრო ემოციურ პლანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ არჩევნებმა თუნდაც იგივე პროგრამული მხარე ამ საკითხების და საარჩევნო თემატიკის და საარჩევნო კამპანიის მთლიანად ნულამდე დაიყვანა. ეს იყო რეფერენდუმი, რომელიც საზოგადოების წინაშე დადგა. უნდა გააგრძელოს თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თავის პოლიტიკური მოღვაწეობა და მისმა გუნდმა უნდა გააგრძელოს თუ არა ის უბედურება, რაც აქამდე მათ ჰქონდათ ჩადენილი. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად ეს აბსოლუტურად ლოგიკურიც იყო და ბუნებრივიც, გამომდინარე ამ ბოლო 9 წლიანი, ასე ვთქვათ, ქართული რეალობიდან, საზოგადოებამ გასცა ამ კითხვაზე კონკრეტულად პასუხი: არა. და ეს არა ბუნებრივია უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ გაკეთებულ არას, ამყარებდა, ესე ვთქვათ, ის გუნდი, მეორე გუნდი, რომელიც ამ შემთხვევაში თავისთავში აიგივებდა ძალას, აიგივებდა რესურსს იმისათვის, რომ საკმაოდ ძლიერი და რესურსის მქონე ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი
გაეშვა ისტორიულ ეს არის რა თქმა უნდა ასე იყო მაგრამ ამიტომაც ბუნებრივია მოხდა ამ შემთხვევაში სწორედ პოლარიზება ვითარების და ამ პოლარიზებამ გარკვეულწილად ბუნებრივად მით უმეტეს ბოლო 10 დღის განმავლობაში წარმოქმნილა პოლარიზება, როდესაც ის რაც გავრცელდა თქვა იგივე ციხის კადრებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ამის ნახვამ გაცილებით მეტი ფსიქოლოგიური ქრისტიან დემოკრატები აქ დარჩნენ თამაშგარეთ ყველანაირი გაგებით, ანუ მართლმა კოალიციამ არის სურვა მათთან თანამშრომლობა, ახლანდელმა მართლმა კოალიციამ ასე ვთქვათ და რავი ჩვენი დიდი ხნის თანამშრომლობა და მეგობრობა მაძლევს ახლა საშუალებას ყოველგვარი წყენის გარეშე პირდაპირ გითხრათ რომ არსებობს ახლა ეს მოსაზრება, რომლის მტკიცებასაც მე არ ვაპირებ და არც თქვენგან არ მინდა ახლა ამის უარყოფა, რომ თქვენ მაინც იყავით სატელიტური პარტია. მართლა ამან გამოიწვია თქვათ ის პრობლემა. სატელიტური პარტია, მოდი მაშინ ეს თირამ ავხსნათ, სატელიტური პარტია ეს თუ ეს სატელიტური პარტია ნიშნავს კონსტრუქციული ოპოზიციის ასე ვთქვათ რაღაც სინონიმს მაშინ ძალიან არასწორი მიმართულებით მივდივარ ზოგადად. არა, მე არ ვუყურებ ესე არის თუ არ არის ხა ამ შემთხვევაში ჩვენ ამის განხილვას ესეთი წარმოიქმნა ესეთი რა. რა თქმა უნდა, მე მესმის ამაში დაინტერესებული იყო. ამაში თავიდანვე როგორც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა შეიქმნა 2008 წელს, ამ იმიჯის შექმნაში დაინტერესებული იყო მართველი გუნდი მაშინდელიც და მაშინდელი ოპოზიცია. ბატონო, ეხლა როგორ აპირებთ თქვათ ამ იმიჯის დამსხვრევას ერთის მხრივ? ჩვენ ვაპირებთ ამ ჩვენი თუ კი იყავით სატელიტური პარტია არა პარტია არის სატელიტური პარტია იყავით ეს არავითარი სატელიტური პარტია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა არ ყოფილა ერთი მარტივი თუ სატელიტური პარტია იყო იმის გამო რომ ჩვენ მანდატები არ დავხიეთ და პარლამენტში შევედით 2010 წლის ბოლოს თელმა საქართველომ ერთმნიშვნელოვნად ყველა კვლევებში თქვა რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა მათი ვინც დახია ეს მანდატები ანუ თურმე ეს არ ყოფილა სატელიტობა თუ ჩვენ სატელიტები ვიყავით იმის გამო რომ შეგვეძლო ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ჩვენს ოპონენტებთან და ძალიან მკაცრ დაპირისპირებაში ოპონენტებთან მაგიდასთან დამსხდარიყავით და რაღაც კონკრეტულ თემატიკასთან ჯანდაცვის თემა იქნებოდა თუ სოფლის მეურნეობა იქ გვემსჯელა და გვეცადა რომ ჩვენი კონკრეტული რაღაცა იდეები გაგვეტანა და გამოგვესწორებინა დარგში მდგომარეობა მაშინ აქედან გამომდინარე დღეს ვხედავთ რომ აბსოლუტურად მთელი პოლიტიკაც მაგისკენ მიდის რომ გარკვეული თანაცხოვრება გარკვეული თანამშრომლობა და გარკვეული მოდით პირდაპირ გარიგებაც თქვენ გონდათ დღეს რეალურად რო ვთქვა სიტყვა კოჰაბიტაცია ხო რას ნიშნავს სიტყვა კოჰაბიტაცია ეს არის ახალი ტერმინი და ქართველებს ეს გვიყვარს ხოლმე იმიტომ რომ რაღაცა ტერმინს რო ვერ ხსნით არ გვინდა ხოლმე ეს ტერმინი ვახსენოთ მაგალითად სიტყვა გარიგება არ მოგწონს რა ეს გარიგება ხო და ძალიან ისეთ ცუდი მიმართულებით ვიყავს ამიტომ ვიგონებთ ხოლმე მე რაღაც ახალ მოვიძებთ ახალ ფრაზებს ლათინურიდან ამოვიღებთ რაღაც ფრანგულში მოვიძებთ და მოვიგონეთ სიტყვა კოჰაბიტაცია იმიტომ კოჰაბიტაციის თქვა გაცილებით უფრო თქვენ კოჰაბიტაციაში იყავთ კოჰაბიტაცია ამ შემთხვევაში საუბარი ხო კოჰაბიტაცია არის ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე რომ თანამშრომლობა ხო თანაცხოვრება თანაარსებობა და ეს თავისთავად არ არის ცუდი სიტყვა უბრალოდ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად თუ კოჰაბიტაციამ დაფარა სიტყვა გარიგება ცუდია რა თქმა უნდა მაგრამ თუ კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას რომ ამ შემთხვევაში ელემენტარულად ვითანამშრომლოთ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე და ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ ან შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ ეს არ არის ცუდი მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ მე ვისაც არ ვკითხე თუ რატო თulis რომ თქვა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა შეიძლება თქვა არის სატელიტი რატო კონკრეტული პასუხი ამაზე ხო არგუმენტი მე იმიტომ გითხარით ამაზე დავა არგუმენტი რომ რატო აი ესე უნდა ვიღაცას და იმიტომ ძალიან მარტივ რაღაცაზე შევთავაზეთ ჩვენ თუ რაიმე საკითხს აყენებთ პოლიტიკა ზოგადად არ არის არგუმენტების ჭიდილი პოლიტიკა ძალიან არის არგუმენტების ჭიდილი მოსახლეობის მხრიდან ძალიან იმიჯი მოქმედებს ელემენტარულად წარმოიქმნა ეჭვი რომ არის ვიღაცასთან ასოცირებული არის გარიგებაში და ამ ეჭვის წარმოქმნა ერთის მხრივ ძალიან მარტივია და მისი განხარწყალება მე ძალიან რთული მაგაში ესე ვთქვა რა თქმა უნდა ეს არის გარკვეულწილად ეს იმიჯი გამოყვათ ახლა როგორ აპირებთ ამის აი როგორ აპირებთ ამის დამტკიცებას ესე ხო ნუ თქვენ გაქვთ ახლა მტკიცებულების ტვირთი ამ შემთხვევაში ხო მესმის ახლა ამ შემთხვევაში გასაგებია თუმცა ამის დამტკიცება ყველაზე კარგად ამ შემთხვევაში ახერხებს ჩვენი ასე ვთქვათ სატელიტობის საპირისპიროს დამტკიცებას შესანიშნავად ახერხებს მთელი ის პროცესი რომელიც ქართულ პოლიტიკაში მიდის ეს გარკვეულწილად ძალიან კარგად გვეხმარება ამ თვალსაჩინო და ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად რომ თურმე ის რომ ადამიანი ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი შეიძლება თავის ოპონენტს დაელაპარაკოს
თურმე ეს ყოფილა ნორმალური და ამას შეიძლება თანაცხოვრება ერქვას და ეს არ იყოს გინდა თუ არა სატელიტი. ამ შემთხვევაში ვინ ეხა ნაციონალური მოძრაობა ყო იქნება ოცნების სატელიტი ამ პირიქით. მაგრამ ისინი ახერხებენ ხო რაღაც საკითხებზე თქვა შეთანხმდა და თანამშრომლობა განახორციელონ და თუნდაც იგივე ამის მაგალითი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ძიმე რთული, მაგრამ თანამშრომლობის გიორგი, თქვენ დაკარგეთ ძალიან დიდი რესურსი. ამ შემთხვევაში გულისხმობ წმინდა ადამიანურ რესურსს, ხო? ძალიან ბევრი თქვენი თანაპარტიელი უბრალოდ დატოვა პარტიის რიგები, თქო თბილისის საკრებულოში მოხდა პროცესები. ანუ თქვენ გქონდათ რაღაც პოლიტიკური წონა. არ ვიტყვი რომ თქვა იმდენად დიდი როგორც ნაციონალურ მოძრაობას ან ახლა ქართულ ოცნებას, მაგრამ თქვენი წონა გქონდათ. ეს წონა თანდათან ნოლზე დადის. თქვა რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? არა, ნოლზე არ დადის, გარკვეულწილად მცირდება კარგი ესე. ხო, შემცირდა, რა თქმა უნდა, შემცირდა, ამის მიზეზები ვთქვით, გარკვეულწილად იმ რეალობიდან გამომდინარე. ანუ თქვენივე ხალხს აღარ ჯერა თითქოს თქვენი ესეთი თქვენი სიძლიერის თქვენი ფერზე წამოდგომა. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ამ პროცესში, რასაც ქვია გარკვეულწილად ადამიანების თვითილუსტრაცია, რომელიც ხდება ამ შემთხვევაში, რომლებიც ერთ დღეს იდეოლოგიურ ღირებულებათა ერთგულების დემონსტრირებას ცდილობენ და რომ ის იდეები, რომელსაც ემსახურებოდნენ 4 წლის განმავლობაში ან მეტი, ან ცოტა ნაკლები, ისინი ამას გიმტკიცებენ 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უცებ მეორე დღეს აღმოჩნდება რაღაცა ისეთი мотиваცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც შეიძლება იყოს ძირითადად კარიერული ან ხშირ შემთხვევაში ხა იყო ფინანსურიც. Ну, ბუნებრივია ხა არ ქსიამოვნებს ეს, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს რომელთან მიმართებაში, რომელთან ერთადაც რაღაც ამ იდეოლოგიურ საფუძვლებზე იდექი, ცვლის თავის ღირებულებებს რაღაცა ერთ ღამეში ან ერთ დღეში ან თუნდაც ორ დღეში, ან ორ კვირაში. მაგრამ მე ამას არ უყურებ როგორც ტრაგიკულ პროცესს. იმიტომ რომ ამას შეიძლება დავარქვათ კრისტალიზაციის პროცესიც, ამას შეიძლება დავარქვათ განწმენდის პროცესიც, ამას შეიძლება დავარქვათ ძალიან სერიოზული ბალასტისგან გათავისუფლების პროცესიც რა. ძალიან ბევრ შემთხვევაში ამ ადამიანებთან მიმართებაში, რომელსაც დატოვეს პარტია და თქვა სიტყვაზე ამ შემთხვევაში უკეთესი კარიერული თქვა ინტერესი დაინახეს ამ შემთხვევაში სხვაგან, ეს მათი არჩევანია, მათი პიროვნული გადაწყვეტილება არის ამ შემთხვევაში. კარგი, ეხლა თქვენ ამითი მე არ ვთვლი რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დასუსტა. ამითი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მხოლოდ გაძლიერდა, იმიტომ რომ ჩვენ უახლოეს მომავალში და ძალიან მალეც ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მიზნებისკენ ნაბიჯების გადადგმა ამაზე უფრო ნაკლები იქნება ისეთი მერყევი ადამიანი, რომელიც მალე გაიწმინდება ამ პოლიტიკური ორგანიზაციისაგან. მხოლოდ კარგი არის გუნდისთვის. მხოლოდ ის გუნდი და ის ძლიერი ორგანიზმი ჩამოყალიბდება, რომელიც მზად იქნება, რომ ხელი არ გაუშვას იმ თოქს, რომელზეც გუნდი მწვერვალზე არის. და თქვა პირველი განაცხადი დღეს, რომელიც გაკეთა, ესეთი საკმაოდ საინტერესო თემაა და დაძაბული თემაა პირდაპირ ვიტყვი ბოლო კვირების განმავლობაში ამას განიხილავენ საკმაოდ აქტიურად. ეს არის მიწის გაყიდვის საკითხი. ეს იყო პრაქტიკულად მოდი ესე ვთქვათ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი თქვენი ხმამაღალი ინიციატივა ბოლო კვირების განმავლობაში. ხო, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საინტერესო ინიციატივა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რეალურად რო ვთქვათ, დგევართ კატასტროფის მოახლოების წინაშე. ჯერ კატასტროფაში არ ვართ შესული, ასე ვთქვათ, მაგ თვალსაჩინით, მაგრამ ისიც მოდის და ჩვენც მივდივართ. ხო, მაგრამ დიდი ტემპებით და დიდი ნაბიჯებით ქართული სახელმწიფო მიექანება რეალური კატასტროფისკენ. და რას ნიშნავს ეს კატასტროფა? მოდით მარტივად ვთქვათ, საქართველოში მთელი რესურსი ამ მიწების, ხო, ამ შემთხვევაში, მოდით ესე ვთქვათ, დაახლოებით, რომელიც არის კერძო საკუთრებაში, საქართველოს მოქალაქეებზე არის გადანაწილებული, დაახლოებით 700.000 ჰექტარია, 700-800.000 ჰექტარი. აქედან 300.000 ჰექტარი არის, რომელიც არის ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწა, რომლის მიმართაც არსებობს უცხოელების განსაკუთრებული ინტერესი, საძოვრებზე ნაკლებად აქვთ მათ ინტერესი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მთლიანი ჩვენი მიწის რესურსი რო ავიღოთ და დავუშვათ მისი გაყიდვა. ძალიან ბევრ ჩვენს გარშემო მყოფ შეიძლება გაუჩნდეს ეს ინტერესი და მათ შორის არაკეთილ მოსულმესაც. 1 მილიარდი დოლარი არის საკმარისი იმისათვის, რომ საპატარა საქართველოს მთელი მიწის რესურსი იყიდოს უცხო სახელმწიფომ, ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. ზუსტად ბევრი შემოვლენ ფასი გაიზრდება კონკურენცია იქნება და მე 2-3 მილიარდი. 2-3 მილიარდი ვთქვა, 10 ვთქვათ, კი ბატონო, მაგრამ დღევანდელი ფასების მიხედვით, რომ ჰექტარი $1000-ზე მეტი არ არის, ცარიელი ჰექტარი, ხო? არ ვსაუბრობ განაშენიანი ჰექტარზე. წარმოიდგინეთ, 1 მილიარდი დოლარი საკმარისი არის იმისათვის, რომ საქართველოს მიწა საქართველოს საკუთრება აღარ იყოს. ქართველის და ქვეყნის საკუთრება აღარ იყოს. შესაბამისად, მიწა არ არის მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, ძალიან უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სასურსათო
უსაფრთხოების გვალზე ისდით, მაგრამ მიწა გაცილებით მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და ღირებულება არის. მიწა არის ჩვენი უსაფრთხოების ღირებულება. მიწა არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეხლა წარმოიდგინეთ რეალობა, იქ სადაც ეს მიწები ძალიან ბევრი აქვთ. აი თუნდაც იგივე ჩვენს მეზობელ რუსეთში. ძალიან ბევრი აქვთ, 400 მილიონი ჰექტარი აქვთ და ერთი რუსეთის მოქალაქეზე მოდის დაახლოებით 2 ჰექტარი ნახევარი. ისინიც კი ყველანაირად ცდილობენ რომ ეს მიწა არ გაასხვისონ, იმიტომ რომ ისინიც უყურებენ ამ მიწას როგორც არა მხოლოდ სასურსათო დანიშნულების და დატვირთვის მქონე ფუნქციის მქონე ღირებულებას, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხებს. ეხლა ჩვენთან არის ესეთი ვითარება. პრაქტიკულად არავითარი რეგულაცია არ არსებობს იმისა, რომ თუნდაც უცხოელი, რომელიც დღეს ყიდულობს ქართულ მიწას, რაღაცა ვალდებულებებით იყოს დაკავებული. ნუ ძალიან მარტივი ვალდებულება აქვს. რო წავა თან ხუმარ წაიღებს, ხომ არ აიკიდებს, ხო? რო წავა თან ხუმარ წაიღებს. აღმოჩნდა რომ წაიღებს. მთელი უბედურება ეგ არის რომ ეგეც კი აღმოჩნდა რომ წამღებია და დაფიქსირდა უკვე ძალიან ბევრი ფაქტი იმისა რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინა მიწა უცხოელმა მოქალაქემ რომლებიც რაშვებიან იცი მე არ ვამბობ რომ ეს ყველგან ხდება და მასობრივად თუმცა შეიძლება მასობრივად მოხდეს დაახლოებით 35 სანტიმეტრიან ზედა ნიადაგს ჭრიან და ტრაილერებით გააქვთ. მოდით ახლა და უძახოთ, ახლა არ გააქვთ ზურგითო. ზურგით არა, ტრაილერებით გააქვთ. მაგრამ ეს კიდე მეორე უბედურებაა. უბედურება ზოგადად ის არის, რომ არც ერთი ამ შემთხვევაში მყიდველი, უცხოელი მყიდველი, ქართული მიწისა არ არის დატვირთული არანაირი ვალდებულებებით. თუნდაც ვალდებულებით აწარმოოს მაინდა-მაინც იმ მიწაზე სოფლის მეურნეობის საქმიანობა. მას შეუძლია იყიდოს ეს მიწა და გააჩეროს. წარმოიდგინეთ 1 მილიარდით რომ იყიდოს ვიღაცამ ჩვენი მიწა და უბრალოდ გააჩეროს. არ არის აუცილებელი იქ რაღაცა დაგიზიანოს ან გაგიფუჭოს. გააჩეროს, ქვეყანა პარალიზებული იქნება. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, ვისაც სოფლის მეურნეობა აქვს და ვინც ფიქრობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამ კუთხით თავის ქვეყანას უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტით და ეს არის მისი სტრატეგიული ობიექტი, მცირემიწიანია თუ ბევრმიწიანია, ყველა ფიქრობს რეგულაციებს. ეხლა არის სიტუაცია ესეთი, აბსოლუტურად ყველა ევროკავშირის დღევანდელი ქვეყანა, სანამ ევროკავშირის ქვეყანა გახდებოდა, ევროკავშირი უკვე ვალდებულებას ქმნის რეგულაციების. რომ გინდა არ გინდა იმ ევროკავშირის მონაწილე თუ წელს შეიძლება წინასწარ არ აიღო ყველა ვალდებულება. შენ უნდა ამ შემთხვევაში მიწის გაყიდვის გარკვეული რეგულაციები შემოიტანო, იმიტომ რომ ეს ევროკავშირის კანონმდებლობაა და მასთან ჰარმონიზაცია აუცილებელია. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ყველა ამ ქვეყანამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ სანამ ევროკავშირში შევიდოდა, მანამდე დაეცვა მაქსიმალურად მიწა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან გასხვისებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ არ შემოვიყვანოთ და არ მივცეთ ჩვენ უფლება არც ერთ უცხოელს, რომ მოვიდეს და საქართველოს ტერიტორიაზე მიწა დაამუშავოს. ამისათვის არსებობს ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ქვია იჯარა. 59 წლიანი იჯარა, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ვალდებულებასაც გულისხმობს, იმიტომ რომ ის ადამიანი თუ შემოვა აიღებს იჯარით თუნდაც 100 ჰექტარი აიღოს, მას ექნება კონკრეტული ვალდებულება, რომ ამ მიწაზე აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და იყოს წარმოადგინოს ისეთი პროექტი და ისეთი მექანიზმი და გეგმა თავის სამუშაოს, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში. და მას არ ექნება იმის უფლება, რომ იყიდოს ეს მიწა, ან გაანადგუროს, ან გააფუჭოს, ან მოჭრას, ან წაიღოს, ან და უბრალოდ გააჩეროს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არის რეგულაციები. როცა არის საუბარი იჯარაზე, მაგრამ როდესაც ყიდი მიწას და მით უმეტეს ყოველგვარი ასე ვთქვათ მოთხოვნების გარეშე, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე, მაშინ შენ საკუთარი ქვეყნის უმნიშვნელო ეს იგივე საფრთხე არის დაახლოებით, რა საფრთხეც თქვა შეიძლება დაემუქროს ქართულ ენას. აი ესეთი ღირებულებაა. როგორც არის თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ეგეთი ღირებულება არის ქართული მიწა, ენა, მამული და სარწმუნოება, ხო? განგვისაზღვრა ყველაზე ბრძენმა ქართველმა ადამიანმა და მამული არის სწორედ მიწა. იმიტომ რომ მამულთან ვაიგივე, მიწასთან ვაიგივე ჩვენ მამულის იდენტიფიცირებას, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს და ძალიან მარტივად, რომ დღეს გამომდინარე რომ არავითარი რეგულაცია არ არის. 1 წლის წინ მომხდარი კატასტროფული დანაშაული შედეგად, რომელიც ჩაიდინა საკონსტიტუციო სასამართლომ, მე გეტყვით რა მოხდა. კი, ვიცი, მაგრამ გზელია გიორგი. როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს უთხრეს, რომ არ არის სწორი, როდესაც 6 თვით გაძლევენ შენ კენოს საკუთრებაში და მიცეს და იმის შემდეგ დაიწყო ეს უბედურება. შესაბამისად, მივიღეთ შედეგად ის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში გლეხი, რომელსაც აქვს 1 ჰექტარი, მიადგება უცხოელი და ის, რა თქმა უნდა, იმას ყიდის, რომ ფიზიკურად გადარჩეს. ეს სისულელეები, რომელიც ამის პიარს მოყვარო თურმე ქართველი გლეხი არის, ისე ვქია, ზარმაცი და ის ვერ ამუშავებს და თუ არ მოვიყვანეთ არაბი და ინდოელი და ეგვიპტელი თურმე ქართულ მიწას ვერ დავამუშავებთ, ეს ყველაფერი იმ ადამიანების სინდისზე იყოს და იმის უსინდისობაზე, ვინც ამას ამბობს. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ პირველ რიგში სანამ ჩვენ ძალიან მკაცრ რეგულაციებს შემოვიღებთ, რომელიც იქნება ქართული მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით უცხოეთის მოქალაქეებზე, ამისათვის აუცილებლად მანამდე უნდა შევიმუშაოთ და უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. მორატორიუმი, რომელსაც თავისთავად დროებითი.
მორატორიუმი არის, რომ რაც გარკვეული ვადით. შევავთ, რომ ეს მორატორიუმი შეიძლება გაგრძელდეს პირველ რიგში ძალიან მყარი და საზოგადოებაში კონსენსუსით შეთანხმებული საკანონმდებლო რეგულაციებისამდე, ან შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათ, სანამ საქართველოს არ შევა ევროკავშირის და არ გახდება ევროკავშირის ქვეყანა, მანამდე იმოქმედოს ამ მორატორიუმმა. მე ისედაც მოგვიწევს ჰარმონიზაცია ამ საკანონმდებლო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი თემაა და ვთქვათ ქრისტიანებმა დაგეხმარება დაბრუნება. თუ ეს არ მოხდა და თუ ამაზე ჩვენ არ მივიღეთ ამ შემთხვევაში, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეხლა ძალიან კარგი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებული აქვს ძალიან ავტორიტეტულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, ეს დღეს უნდა შესულიყო თუ არ ვცდები უკვე ეს ინიციატივა, შესაბამისად აქ არის საუბარი ძალიან მკაცრ რეგულაციებზე, სწორედ იმისათვის, რომ მიწა ესე მაპატიეთ ამ წყოზე უპრაგონოდ არ მოხდეს მისი გასხვისება. მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს და ძალიან დიდი შიში ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსს, როგორც რიგით მოქალაქეს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება ადეკვატური ვერ იქნება. იმიტომ რომ განცხადებებს მე რასაც ვისმენ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ის, რომ არ უნდა ამ ინვესტორს თურმე იჯარა, კერძო საკუთრება ურჩევნია და მოდით რა მივცეთ რა მივყიდოთ, მაგრამ რატო რისი გულისთვის, რატო უნდა იაროს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანმა ღირებულებამ უწყოელი ჭკუაზე, ხო? შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა და ამ შემთხვევაში მორატორიუმი არ იქნა გამოყენებული, ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას უკვე და ამ საკითხის სარეფერენდუმოდ მომზადებას. ეს არის თემა 200,000 ხელმოწერის შეგროვება. მე საქართველოში ძალიან ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც ამ თემას ესე ადეკვატურად და ლოგიკურად არ შეხედავს და თავისი ხელმოწერის დაფიქსირებაზე თავს შეიკავებს. ნაციონალებთან არ მივალთ, მაგაზე ხელმოწერად ნამდვილად. ჩვენ პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად ქრისტიან დემოკრატების დაბრუნების მცდელობა გვაქვს. ნახოთ ხელმოწერები, ეს უკვე ნიშნავს პოლიტიკურ აქტივობას, ეს ნიშნავს ისევ გამოსვლას რაღაც წინა რიგებში. წარმატებას გისურვებთ. გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან დემოკრატებიდან იყო მატრიცის სტუმარი, ზუსტად 5 წუთში თეაშველიძის ბიზნესის დრო მეცხრე ხის პირდაპირ ეთერში. ხვალამდე.